მე მართლაც გქონდა მთავრობის თომაზე დუბაისთან დაკავშირებით შეკითხვა. კიდევ მქონდა სხვა შეკითხვებიც დაახლოებით იცით და მე მგონი ეს ამ თემის აჟიტირება არ მინდა, რამდენადაც მართლა არაფერი იმდენი არ მომხდარა, რამდენი საზოგადოებაში გავიდა. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს. ჯერ ახალგაზრდაა კიდევ ირაკლი, რაღაც შეეშალა და ცდილობს მე კარგად გიპასუხებ. რაც შეეხება საფრანგეთს და მეუღლე ძალიან პირადია და მე პირადულში როგორც ესე არ შევდივარ, თვალშორის პრეცედენტები მოხდა არჩევნების დროს და იქ ვიღაცებს რაღაც ფილმები გადაუღეს გუნდიდან. და ძალიან გაძბილებული იყვნენ რომ როგორ დავენახოთო და მე დავაწყნარ რომ ეს ჩემი საქმე არა, თქვენს მეუღლეებს დაელაპარაკეთ. მე პირადულში არ შევდივარ ზედმეტად, თუმცა მე ოჯახთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ეს ჩემთვის სხვა რამეს არ მოადგენს, მაგრამ საქართველოში ახლა ესე ხერხდება ეს და ჩემი ზოგიერთი ახლობელიც ღალატობს თავის მეუღლეს პრინციპში, მაგრამ ეს ძალიან პირადულია. ირაკლი არ მყავს ხედულობაში ამ შემთხვევაში, ირაკლი არ მყავს ხედულობაში, მე ეს არ ვიცი. მე ასეთ ჭორებზე არ ვაკეთებ რეაქციას, ვისთან მგზავრობდა და როგორ მგზავრობდა, მაგრამ რამდენადაც კითხვები არის და მას ჰქონდა მე მგონი წარმატებული ვიზიტი ლონდონში და იმის შემდგომ ჩვენ შევხვდით, როდესაც დაბრუნდა ირაკლი, ჰქონდა საუბარი და სხვადასხვა კარგი რეაქციები გააკეთა ძალიან ირაკლიმ. რაც შეეხება მის მოგზაურობას, მე მოვთხოვდა რომ გამოაქვეყნოს მან ვის შეხვდა და როდის და რომ ეს კითხვები მოიხსნას. დუბაიში მართლაც იყო პატარა გაუგებრობა და ეს დავივიწყოთ. და რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, თვითონ როგორც მომიყვა, საინტერესო შეხვედრები ჰქონდა, ჩვენ შევხვდით 2 დღის წინათ, ხვალაც ვაპირებ ირაკლისთან შეხვედრას რომ იცოდეთ. და მე ვთხოვ რომ გამოაქვეყნოს ვის შეხვდა, როდის და როგორ იმგზავრა ეს ყველაფერი გამოაქვეყნოს ირაკლიმ და ამით ამას კითხვის პასუხი გაეცემა, ამით კითხვის პასუხი გაეცემა.